მე რაც ნება შეიძლება თქვენთვის საინტერესო არ აღმოჩნდეს. ისთვის მოხვედით აბა? ეს კითხები აქვს განსაკუთრებული ბავშვებს და წერილობით სახით. მოდი პირველ რიგში ჩვენს პატრიარქზე ვილაპარაკოთ. არა? აქედან ახლა რამდენი შეიძლება მისი ნათლული იყოთ, ხო? რამდენი ხართ მისი ნათლული? წარმოიდგინეთ 50,000 გაცდა პატრიარქის ნათლულები. ეგ იმას ნიშნავს, რომ ამ 50,000 კიდე უნდა დაუმატოთ იმ ოჯახიდან სულ ცოტა 200,000. რატო 200,000? თქვენ ხო ორი დედმამიშვილი გყავთ თქვენამდე, რომელიც არ არის პატრიარქის ნათლული. და მშობლები. მე მხოლოდ დედის ერთხა ვარ. ხო, არა. მე იმას ვამბობ, ვინც პატრიარქის ნათლულია. ესე იგი, სულ ცოტა 250,000 ადამიანი დაინათესავა პატრიარქმა აი ამ მოწოდებით. და ესე იგი, რომ კითხეს პატრიარქს ერთ-ერთი სასულიერო პირი ყვებოდა. რა არისო? ესე იგი, ყველაზე დიდი რაც თქვენ მოღვაწეობის დროს გაკეთდა, პატრიარქმა ერთ-ერთი ის თქვა, რომ ესე იგი, იმ ადამიანებსო ვაჩუქეს სიცოცხლე, ვინც არ უნდა დაბადებულიყო. და უამრავმა ოჯახმა მხოლოდ იმიტომ, რომ პატრიარქი მათი შვილის ნათლია ყოფილიყო, გააჩინა შვილი. არ აპირებდა, მაგრამ ამის გამო გააჩინა შვილი. ეგ რამხელა ამბავია, რამდენი 1000 ეგეთი. წარმოიდგინეთ რა. ზოგი თუ ბუნებრივად ასე მოხდებოდა, ზოგი პატრიარქის ხათრით მოხდა. ეგ პატარა ამბავი არ არის. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქმა რაც გითხრა, აი ხა ნელ-ნელა გავიხსენოთ ხოლმე, ან წავიკითხოთ, ან უყუროთ და ვეცადოთ, რომ ის შევასრულოთ. და იქნები ბედნიერი. აი მოდი ერთ რამეს გაგახსენებთ პატრიარქმა რაც გითხრა. ჩემი ხმა ბოლოში ისმის ცუდად, ახლა ცოტა ხანში გამოვასწორეთ. პატრიარქმა გითხრა, რომ დილით რომ ადგებითო, რა გააკეთეთ? ტელეფონი აიღეთო? ივარჯიშეთ. დილით რომ ადგებითო, მიდითო მშობელთან. ხელზე ემთხვიეთ და თავი დაალოცინეთ. შენ თუ დედის ერთა ხარ, რიგში ჩადგომა არ მოგიწევს. პირდაპირ შენი რიგი იქნება, რომ იყო. სადაც 5 შვილი ყავთ, იქ რიგში უნდა ჩადგნენ. არა ჯერ ჩემი დროა, ჯერ ჩემი დროა. უნდა მიხვიდეთ, თავი დაალოცინოთ და ამ დროს უფალი დაგლოცავთ. გესმით? შენ გული არ გაიტეხო, შენ ბევრი მეგობრები გეყოლება ალბათ. ხო ყავს მეგობრები. აი, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ პატრიარქის ეს ლოცვა-კურთხევა შევასრულოთ. რა საოცარი ამბები იყო პატრიარქის სამძიმარზე, რომ მიდიოდა და ხალხი. რამდენი 1000 და 100,000-ობით და 1,500,000 როგორც თავად ამბობდნენ. და ეგ რომ კიდევ გადაწეულიყო დაკრძალვის დღე, არ შეწყდებოდა ეგ ხალხი. არ შეწყდებოდა. წარმოიდგინეთ, ზოგს ფეხი ქონდა მოტეხილი, ყავარჯნებით მიდიოდა ავლაბრის მეტროდან, ყავარჯნებით მიდიოდა, არ იცოდა რამდენი ხანი მოუწევდა რიგში დგომა. ზოგს 8 საათი მოუწია, ზოგს 11 საათი მოუწია დგომა. 11 საათი. არადა კაცს რო უთხარო, სადმე ხარ წასასვლელი, შეიძლება 1 საათი იყოს სადგომი ფეხზე და არ გააკეთოს. მაგრამ აი სიყვარულმა ნახეთ რამდენი გააკეთებინა. ესე იგი, როგორ უყვართ ადამიანებს, ცოტა აუწიე რომელიც არის. როგორ უყვართ ადამიანებს პატრიარქი, რომ არც არავის არ უთქვამს, რომ აბა წამოდი ახლა ყველანი წავიდეთ. აი რომ ყოფილიყო ასე რომ დავუშვათ აი სასულიერო პირებს რო ეთქვათ, რომ მოდი წავიდეთ ახლა პატრიარქის დაკრძალვაზე.
ესე კი არ მოხდარა. ყველამ თვითონ მოიფიქრა ეს, რომ არც უნდა არავის თქმა, ბუნებრივად ისე მოხდა შინაგანად, რომ ამის გარეშე ვერ სახში ვერ ჩერდებოდა კაცი, რომ არ წასულიყო იქ. ხო და რამხელა სიყვარული, ესე იგი რამხელა რამდენი დაუთესია რა პატრიარქს. რამდენი ადამიანების გულში რამხელა სიყვარული აუნთია პატრიარქს თავისი ცხოვრებით. თან ყველას გულში ქონდა განწყობა, რომ პატრიარქი არასოდეს არ გარდაიცვლებოდა. მიუხედავად მისი ფიზიკური უძლურებისა, ყველა შინაგანად ეს განწყობა, აი თქვენს გულებში ჩაიხედეთ. რაღაცნაირად შინაგანად ყველას ეს განწყობა ქონდა. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პატრიარქი დღესაც ცოცხალია. პატრიარქი მუდამ ცოცხალი იქნება. გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს. გარდაცვალება ნიშნავს, რომ მარადიული ცხოვრების კარი გაიღო პატრიარქისთვის, მარადიული სიხარულის კარი. აი მაგალითად, წმინდა გიორგიზე ვინ იტყვის, რომ ის მოკვდა? ხო ვერავინ ვერ იტყვის. წმინდა გიორგი, რომელიც 1700 წლის წინ მოწამეობრივად აღესრულა, ვინ იტყვის, რომ ის მოკვდა? მთელი საქართველო წმინდა გიორგის ევედრება და თუ მოკვდა, როგორ ევედრება? მკვდარ შეიძლება რამე შეევედრო, მაგრამ ის ცოცხალია და იმიტომ ევედრებია. ხოლო წმინდა ღვთისმშობელი, წმინდა ნიკოლოზი ხო ევედრებით, წმინდა ნიკოლოზ, წმინდა ნინო, ესეც 1700 წლის წინ. წარმოიდგინეთ. ისინი კი არ მოკვდნენ, არამედ ისინი გარდაიცვალნენ. ანუ ისინი მარადიულად ცოცხლები არიან. ოღონდ მარადიულად რომ ცოცხლები არიან, ეს კი არ არის თავისთავად რაღაცა სიკეთე. მარადიული სიხარული რომ აქვთ, ეგ არის სიკეთე. თორემ თითოეული გარდაცვლილი მარადიულად იცოცხლებს. მაგრამ ზოგი მარადიულ სატანჯველში იცოცხლებს და ზოგი მარადიულ სიხარულში, ანუ დაუსრულებელ სატანჯველში და დაუსრულებელ სიხარულში. და როგორ ფიქრობთ, ეს ვიზია დამოკიდებული? ჩვენზეა დამოკიდებული. ღმერთმა ჩვენ თითოეულს მოგცა არჩევანის უფლება. აი შენ რომ მაგალითად წითელი მანდილი აირჩიე, რომ გაგეკეთებინა თავზე, ხო შენ აირჩიე? არა? ცოტა დედაც დაგეხმარე. არა, ჩვენ მოხმარება გჭირდება, რა თქმა უნდა. იმ არჩევანშიც მოხმარება გჭირდება. ახლა მაგალითად, აი ბაზრობაზე რომ მიდიხარ, ახლა ცოტა უფრო მოზრდილ გოგონებს და ბიჭებს შევეკითხები. აი ბაზრობაზე რომ მიდიხარ, რომ გინდა რომ პერანგი იყიდო თუ მაისური თუ რაღაცა კაბა თუ რა. ხო გინდა რომ მეგობარი გაიყოლო და შეეკითხო რომ აბა როგორ ამბობ, მიხდება? კარგია? მარტო შენ არ გინდა რომ ხო და იმ არჩევანშიც გჭირდება ვიღაცის მოხმარება. და სულიერ არჩევანშიც ადამიანს მიხმარება ჭირდება. რომ იქ მშობელი მოგეხმაროს. აბა ლოცა ასე წავიკითხო თუ ასე ჯობია, აი მარხვა როგორ შეინახო, იქ მოძღვარი მოგეხმაროს. იქ რაღაცას ვერ იგებ, ჭირდება ადამიანს. არ უნდა დაიჟინო, რომ გინდა თუ არა ეს ასეა, კარგი და ასე უნდა აკეთო. რჩევის გამგონეო არიო ბრძენიო. და ვისაც თავისი აზრი სწორად მიაჩნიაო, ის უგუნურიაო, სოლომონ ბრძენი ამბობს. აი რჩევას რო გაიგონე, პატრიარქი ამასაც გვასწავლიდა, აბა თუ გაიხსენეთ. კატეგორიული აზროვნება კი არ უნდა ისწავლოთო. არამედ ანალიტიკური აზროვნება. კატეგორიული აზროვნება ნახე რა არის. შენ რო იტყვი რომ მე ასე მგონია და მორჩა აღარავის აღარ usmen. ანალიტიკური აზროვნება რა არის? ერთსაც მოусmen, მეორეს, მესამეს, მეათეს. მაგრამ ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ მაგას ჭკუაზე დადიხარ, ვიღაცას ესე გონია, სხვის ჭკუაზე რატომ უნდა ვიარო? არა, 10-ვეს მოусmen, მერე შენ აწონი და შენ რომ გინდა და შენ რომ უკეთესად მიიჩნევ, აი იმას გამოიყვარ. მაგრამ სანამ მოусmen, მანამ თუ შენ რაღაცა აზრში გაკერპდები, რომ გინდა თუ არა ეს ასეა, მაშინ შენ დარჩები იმ რჩევების გარეშე. იმ სიკეთის გარეშე, რაც იმ ადამიანებს ჰქონდათ. ესმით, ამიტომ ჯობია რომ ადამიანს მოусმინო, გაიაზრო რას ამბობს,
და იმისათვის რომ მოსმენა შეძლო, უნდა ყური დაუგდო და სანამ ბოლომდე არ დაასრულებს სათქმელს, არ უნდა შეაწყვეტინო. ჩვენ სამწუხაროდ გვჩვევია რომ ერთმანეთს შევაწყვეტინებთ ხოლმე. გონია რომ უკვე რაც უნდა თქვას ისედაც ვიცით და აღარ ვასრულებინებთ, არ ვათქმევინებთ. ეგ ცუდია. სოლომონ ბრძენი ასეთ რამეს ამბობს, ეს ძველახმაში დიდი ბრძენი მეფე იყო, დავით მეფსალმონის შვილი. ეს ასეთ რამეს ამბობს, მოусმენად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილია. ესე იგი, სანამ ადამიანს ბოლომდე არ მოусმენ და შენ პასუხს გაცემა რა, ეგ სიბრიყვეა და სირცხვილი. და სიბრძნე კი ის არის, რომ ბოლომდე მოусმინო. ერთსაც, მეორეს, მესამეს და მერე გაიაზრო, რაც უკეთესია ის გააკეთო. ეგ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ნიშნავს, რომ სხვის ჭკუაზე იარო. სხვის ჭკუაზე არ უნდა იარო. შენი ჩვენ ხო ვთქვით, რომ შენი არჩევანი გაქვს. შენი გონება მოგცა ღმერთმა. და რადგან არჩევანიც მოგცა და გონებაც მოგცა, ესე იგი პასუხისგებლობა თავისთავად მოყვა ამ ყველაფერს. ხო არის ხოლმე მაღაზიებში აქცია როა 2+1, ხო არის ხოლმე? არ ვიცი, საიდან გამახსენდა, 2+1 ხოა ხოლმე? 2 რო შეიძენ, მესამე მოყვება. აქაც ესეა. შენ ღმერთმა არჩევანის უფლება მოგანიჭა, შენ ღმერთმა გონება მოგანიჭა და ამ 2-ს მოყვა პასუხისგებლობა. რადგან შენ ირჩევ და შენ გაქვს ნათელი გონება, რომ ეს გაარჩიო კარგი და ცუდი, ესე იგი პასუხისგებელიც შენ ხარ შენს არჩევანს. გესმით რა, რაზეც თქვი, გაიგეთ? ანუ შენს გადაწყვეტილებებზე პასუხისგებელი მერე უკვე შენ ხარ. შენ რასაც აირჩევ, ცხოვრებაშიც გექნება ის. ამიტომ სანამ აირჩევ, კარგად უნდა დაფიქრდე. და მერე თან რჩევა იკითხო, უფროს კითხო რჩევა, მეგობარს კითხო რჩევა, მოძღვარი თუ გყავს, მოძღვარს კითხო რჩევა. ესე უფრო მეტად დაცული იქნება. აი ეს გვასწავლა ჩვენ პატრიარქმა. ანალიტიკური აზროვნება. კიდევ რას გაიხსენებთ აბა პატრიარქმა რა გითხრა? რადგან პატრიარქზე ვსაუბრობთ. კიდევ რამეს ხო არ გაიხსენებთ, რა გვირჩია პატრიარქმა? აბა? არასოდეს არ დაწყევლო ადამიანი. პირიქით უნდა დალოცო ხო მართალი? რომ დალოცო, უფრო კარგად არ იქნება. აბა კიდევ რა გითხრა? შეგიძლიათ რამე გაიხსენოთ, აბა? აუ, კარგი, ერთი მოვიდა მანამდე, აბა? ყველა გიყვარდეთ. ორიანი არ დაუწეროთ, მასწავლებლებს რო უთხრა. უთხართ თუ არაო, განიხილავდა. რა? ჩვენი გულფიქრად გამოგზავნა, რომ მასწავლებელმა ორიანი არ უნდა დაუწერო. ორიანი არ უნდა დაუწერო. ორიანი არ უნდა დაუწეროსო მასწავლებელმა. არ და სიკეთე უნდა აკეთო და გაჭირებულებს უნდა დაეხმარო. ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ახლა რასაც თქვენ ამბობთ. ისიც რომ ორიანი არ უნდა დაუწეროს და ისიც რომ გაჭირებულებს უნდა დაეხმარო. კიდევ რა თქვა იცით პატრიარქმა? აბა რა? მაიცა კიდე. ერთი გოგონას ვაცადოთ და მე. ო, შენ გენაცვალე. დღეში ერთი ადამიანი მაინც გაახარეთ. აი გრამაგარი რაღაცა აბა. ყველამ რომ ეცადოს, რომ დღეში ერთი ადამიანი გაახარეს. ეხლა რასაც ჩვენ ვამბობთ პატრიარქის სიტყვები, ეს არის ბავშვებო მარგალიტები. რომელსაც ადამიანი უნდა ჩაეჭიდოს, აი როგორც გემი რო იძირება და მაშინ რგოლს რო გადმოგიგდებენ შენ. აი ესე უნდა ჩაეჭიდო პატრიარქის სიტყვებს. უნდა გაიხსენოთ და იმიტომ ვიხსენებთ ახლა ჩვენ, აბა კიდევ ის რა გვახსოვს. ეგ ძალიან კარგია. მე გუშინ ჩვენი შვილი ამბობდა, რომ ვიღაცისთვის თავის კლასელისთვის რაღაც საკეთებდა, უნდა გავახარო. პატრიარქი რო გარდაიცვალა, ალბათ ყველა ბავშვი ესე იყო, ვეღარა ჩერებდა მეუღლე, ისე ტიროდნენ ბავშვები და მერე მსოფლიო პატრიარქი რო ჩამობრძანდა და რო თქვა, რომ თქვენი პატრიარქი არ მომკვდარავს, ძინავსო, გაიქცა ეს პატარა 4 წლისა და დედიკო თურმე ძინავს, კი არ გარდაცვლილებო.
და მართლაც ძინავს და უფალი გააღვიძებს საყოველთაო აღდგომის დროს. ისე როგორც თვითონ ჩვენთაგანს და ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე წავდგებით. და იქ, როდესაც ღვთის წინაშე წავდგებით, იქ გამოჩნდება ჩვენ რა კარგად ვაკეთეთ, რა ცუდად ვაკეთეთ. რაც ცუდად ვაკეთეთ, იმის გამო სინანული თუ გქონდა, აღსარებას თუ ამბობდით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მაგაზე იფიქროს. ესე იგი, ადამიანი გაახარეთ. ალბათ თქვენც ეცადეთ, რომ დღეში ერთი ადამიანი მაინც გაახარო. ეხლა რითი უნდა გაახარო ადამიანი, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი რითი უნდა გაახარო? რითი გავახაროთ? კომპლიმენტი უთხრა, კი ბატონო. გალამაზად გამოიყურები. თუ პატარა უნდა უთხრა, როგორ გაზრდილ ხარ არა? ეხლა ასაკიან ადამიანს ეგ აღარ უნდა უთხრა, უნდა უთხრა როგორ ახალგაზრდულად გამოიყურები. ასე უნდა უთხრა, თუ გინდა რომ გაახარო. თუ ეხლა ადამიანს ატყობ, რომ აი სიტყვაზე პრობლემა აქვს, აი დაუშვათ, ზოგი ადამიანი უფრო მეტად გამხდარია, ზოგს უფრო მეტი აქვს წონა, ხო? თუ რაღაცა მიდრეკილება აქვს სიმსუქნისგან და შენ რო ეტყვი, რომ როგორ გასუქებულ ხარ, ამითი შეიძლება გული ატკინო. გესმით? არ უნდა უთხრა. ეხლა ადამიანები ჩვენ ხო გამსხვავდებით ერთმანეთისაგან. გარეგნული ფორმა ადამიანის ღირსებას კი არ მატებს, ან კი არ აკნინებს. გარეგნულად სულ ერთია, როგორ გამოიყურება ადამიანი. თავარია შინაგანად როგორ, უბრალოდ ადამიანს ზოგჯერ აწუხებს ეს თავისი გარეგნული პრობლემა. წესით არ უნდა აწუხებდეს. წესით არ უნდა აწუხებდეს. ჩვენ ისეთი ვართ, როგორიც ვართ გარეგნულად, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თავარია შინაგანად როგორი ხარ. აი კიდევ რას გაიხსენებთ აბა პატრიარქს? აბა? სიბოროტეს უნდა გასცემ, სიკეთით უნდა გასცემ. სიბოროტით არ უპასუხოთ. სიკეთით გადაუხადე სამაგიერო, ხო? აბა? პატრიარქი გავიხსენებდი, რომ დედას დაეხმარო. რაში დაეხმარო? სახლის დალაგებაში. დედას დაეხმარეთ სახლის დალაგებაში. კიდე პატრიარქმა ასეთი რამ თქვა, სამი რამ გამახსენდა ახლა, სამი კანონი ადამიანის ცხოვრებისა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი იყო, რომ არავინ განიკითხო. განიკითხო რას ნიშნავს? აი მაგალითად, ვიღაც დღეს მოვიდა სკოლაში და გაკვეთილი არ იცოდა. შენ კი არ თქვა, რომ ეს ასეთია, ის ისეთია, ზარმაცია, ოროსანია თუ რა არის, რომ არ იცოდა. არამედ უნდა იფიქრო. ვინ იცის, რა მოხდა გუშინ ამის თავს, მის ოჯახში რა მოხდა, რომ დღეს ესე მოუმზადებელი მოვიდა. ანუ უნდა თანაუგრძნო ადამიანს, გესმით, კი არ უნდა განიკითხო. არამედ უნდა თქვა, ვინ იცის, მე რომ გუშინ მაგის ადგილზე ყოფილიყავ, იქნებს უარესი მექნა რამე. გესმით, არ უნდა განიკითხო. მეორე იყო ის, რომ თუ ვინმე გადანაშაულებს, აი შენ რა ქვია სახელი? ნუცა. თუ ნუცა შენ გეუბნეო, რომ რატო დამიჯღავდნენ რეული, ვიღაც მოვიდა და გეუბნეო. აი გაბრაზებულია და მოვიდა და გეუბნეო. შენ ნუ დაიწყებ, რომ მე არ ყოფილო, არა ესე იყო, მით უმეტეს თუ იცი ვინც გააკეთა, ის იყო, ნუ დაიწყებ მაგის თქმა. თუ გადანაშაულებენო, შენდობა ითხოვე და გაეცალე. ეხლა მაშინ რამხელა სიბძნედებს, იცი? აი მოვიდა და გაბრაზებულია, გაღიზიანებულია და ვიღაცამ უთხრა შენზე, ანუ შენ რაღაცა დაგინახა, რომ კალამი ეჭირა და თან გაღიზიანებული რო ადამიანი, მისი სულიერი თვალი ბნელდება. ეხლა ამას რო აგაფარებენ თვალებზე, ხო ვერ დაინახო. შენ კი მეუბნევი, რომ ეგ მწვანე კი არა, ლურჯია, მაგრამ მე უკვე ისე ვარ, რომ ვერ ვხედავ ვერაფერს. ამიტომ შენდობას თხოვე უთხარი მაპატია, რომ გაწყენინე და გაეცალე. მე ნახე რა მოხდება, რო დამშვიდდება ეგ ადამიანი არა? არ არსებობს დაფარული რო არ გამოცხადდეს და გამოჩნდეს. გაირკვევა ვინ დაჯგავდა. მე თავად მოვა შენთან და შენდობას გთხოვს, რომ მოდი შემეცარო ტყუილად დაგადანაშაულო. და იქნება მშვიდობა. შენ თუ იქ დაუწყებდი, რომ მე კი არ ყოფილა რა ეს იყო, ის იყო, იქ ჩხუბი მოხდებოდა. იმიტომ რომ მას ვერ დააჯერებ, არ ესმის, გაღიზიანებულია. ვერ იგებს, ესმის.
ამიტომ მეორე კანონი ეგ იყო, რომ გადანაშაულებენ შენდობას თხოვე და გაეცალე. გაეცალე რომ დამშვიდეს. და მესამე, ყველას მიმართ კარგი განიზრახე, კარგი იფიქრე. და თუ არ შეგიძლია რომ შვიდად და კეთილად მიუგო, უთხრა. დადუმდი იქამდე, სანამ ამას შეძლებ. საერთოდ არაფერი არ თქვა. ანუ გაღიზიანებული ხარ და გინდა რომ შენიშვნა მისცე, გინდა რომ რაღაცა უხეშად უპასუხო. სანამ არ შეგიძლია რომ კეთილ განწყობილად მიუგო რაღაც, საერთოდ ნუიტყვი ნურაფერს. გავადრო, დამშვიდები და მე აღმოაჩინა რომ კიდევ კარგი არ თქვი ის რაღაცა, რასაც ვაპირებდი. ეხლა მე იცი რამდენჯერ მინანია იმის გამო რომ გაღიზიანებულს რაღაცა სიტყვა მithქვამს, ვიღაცისთვის უხეშად, ვიღაცისთვის შენიშვნა. მე ვფიქრობ, ნეტავი არ მეთქვა, მაგრამ იმას რაღა გამოასწორებს. ის ხო ითქვა ერთხელ უკვე და მორჩა. იმ ნათქვამ სიტყვას რაღა უშველის. უკან ხო ვერ დააბრუნებ იმ დროს. ამიტომ სანამ გაღიზიანებული ხარ, გაჩერდიო პატრიარქი გეუბნება, არ თქვა არაფერი. გაიაროს იმ გაღიზიანება, გაიაროს და მერე უთხრა. ალბათ თქვენც აღმოგიჩენიათ, რომ ნეტავი არ მეთქვა ის რაღაცა მაშინ რო თქვი. ან პირიქითაც მაშინ რო ვაპირებდი და რო არ თქვი, რაღაცა ძალამ შემაჩერა, რა კარგია რომ ეგ არ თქვი. ეხლა რომ მეთქვა, რა სიცხვის ჭამდი. გესმით? აი, გითხრა პატრიარქმა, ანუ პირველი არ განიკითხო, მეორე, ესე იგი, რომ გადანაშაულებენ. არ შეეპასუხო და შენდობას თხოვე და გაეცალო, მესამე ყველას მიმართ კეთილ განწყობილი იყავი და თუ არ შეგიძლია რომ ასე კეთილად უთხრა, საერთოდ ნუიტყვი ნურაფერს. კიდევ რა გავიხსენოთ, სანამ თქვენ შეკითხვებზე გადავალთ, აბა? ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს. ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს. კიდევ რა გითხრა ჩვენმა პატრიარქმა? სულ გიყვარდეთ ერთმანეთსო. გიყვარდეთ ერთმანეთი. სიყვარულის გარეშე მართლაც არაფერს ფასი არ აქვს. რაც არ უნდა გააკეთო. აი სულ რომ დაუშვათ ადამიანს რაც გაქვს ყველაფერი რომ აჩუქო. მაგრამ ამას სიყვარულით არ აკეთებდნენ, იმას ფასი ეკარგება. კიდევ რა გითხრა? ჩვენმა პატრიარქმა რა გითხრა, აბა? მიყვარხარ საქართველო. მიყვარხარ საქართველო. ერთხელ პატრიარქმა რა თქვა ის? არ ვიციო, მე ვარო საქართველოშიო თუ საქართველოა ჩემშია. ნახე როგორ უყვარდა ადამიანს თავის სამშობლო. მე მაქვს საკითხული, პატრიარქი რომ ახალგაზრდა იყო და სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა რუსეთში. იქიდან საქართველოს პატრიარქს წერს წერილს. და ახალგაზრდა კაცია, არ ვიცი რამდენი წლის იყო, შეიძლება 17-18 წლის და იცი რა საოცარი, ეხლა მე სიტყვები სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს განწყობა, ამ წერილის განწყობა მახსოვს და ესეთი წერილები რამდენიმე იყო. როგორ ფიქრობს თავის სამშობლოზე, როგორ ფიქრობს თავის ეკლესიაზე, იქ შექმნილ რთულ ვითარებებზე, ანუ როგორ ეტყობა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი ამებზე ზის და ფიქრობს და მსჯელობს. და პატრიარქს ეუბნება, ასე ხო არ ვქნათ, ისე ხო არ ვქნათ რაღაცებს. ეხლა დღეს 17-18 წლის ადამიანი, რამდენი ასეთი ადამიანი სულ სხვა რაღაცებზე ფიქრობს. ფიქრობს რითი გაერთოს, ფიქრობს რითი შეიქციოს თავი, რა ეს სიამოვნება, სად წავიდეს დასასვენებლად, რა ასე შემდეგ. და პატრიარქი კიდე აი პატარაობიდანვე სამშობლოს სიყვარულით არის ანთებული. და შემთხვევითაც არ არის ბავშვებო, იმდენი წელი, რამდენი წელიც პატრიარქი იყო პატრიარქი, ილია მეორე იყო პატრიარქი, ეგეთის სოფლიოში არ არსებობს მაგის ანალოგი. არ არსებობს მაგის ანალოგი. იყო ათანასე ალექსანდრიელი მე-4 საუკუნეში, ალექსანდრიის პატრიარქი. დაახლოებით 47 წელი თუ 46 წელი. ეს მე-4 საუკუნეში იყო. 42 წელი ეგრე ეწერა.
არა, მე ვამბობ ათანასე ალექსანდრიაზე, შეიძლება არა გაქვთ ეგ გაგონილი. დიდი წმინდანი იყო. დაახლოებით ამდენი წელი იყო პატრიარქი, მაგრამ იმდენი, რამდენი ჩვენი უწმინდესი პატრიარქია, ამდენი არ ყოფილა. ცოტა ხანში 59 წელი უნდა გამხდარიყო. წარმოიდგინეთ. ნახევარი საუკუნე. კიდევ პატრიარქმა ასეთი რამ უთხრა მასწავლებლებს. ესეთ წლების წინ იყო სკოლაში, სკოლას რამდენიმე ესე იგი პარაგრაფიანი რაღაცა როცა კურთხევას შეადარიგება მისცა და მე რომ ამას უსმენდი ერთი რაღაც დამამახსოვრდა. და რა იყო ერთი რაღაც? აი იმისათვის რომ დღეს რა პრობლემაც გვაქვს ხოლმე კლასებში, ხა აქ დამრიგებლებიც ხო ბრძანდებით, მშობლებიც და დამრიგებლების მიმართ იყო ეს შეადარიგება და როცა კურთხევა, აი ჩვენ ხო გვაქვს ხოლმე კლასებში პრობლემა, რომ არ არიან მეგობრულები, რაღაცა ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირთ. პატრიარქმა ასეთი რამ უთხრა. ორ კვირაში ერთხელო ესე იგი ჩაატარეთ პოეზიის საღამოები, ოღონდ ჩაატარეთ ხან ერთის ოჯახში, ხან მეორე, ხან მესამე, ხან მეოთხე. და შედეგი იქნებოდა სასწაული, ვინც ეს გააკეთა, იმისთვის სასწაული იქნებოდა შედეგი და რატო? ეხლა შენს ოჯახში რო ბავშვები გყავს, შენი თანაკლასელები, ქართველი კაცისთვის სტუმარი კიდე სხვა რაღაცას უკავშირდება. შენთან მოსულ ადამიანს, შენ სტუმარს მერე თუდად ვერასდროს ვერ მოექცევ. შენ რომ მიდიხარ სადღაც სტუმრად, იქაც ეგეთი განწყობა და დამოკიდებულება გაქვს. და თან ორ კვირაში ერთხელ ეს ბავშვები შეიკრიბებიან, თან იმ ქართულ ლექსებში და პოემებში სულ სიყვარულია, სულ სამშობლოა, სულ ღმერთია, სულ მეგობრობა, თავგანწიროა. ამებზე რომ მსჯელობენ ეს ბავშვები და ამებს ამბობენ, აი ჩვენ უნდა ცოტა გავინძრეთ როგორც იტყვიან. სხვანაირად არ გამო. ესენი თავისით ვერ დამეგობრდებიან ეს. ჩვენ მიხმარება ჭირდება. აი თავიდან რითიც დავიწყეთ. ხო მოგეხმარა დედა ეგ მანდილი რო არჩი. და ჩვენც გვინდა მოხმარება რომ მეგობრები ავარჩიოთ და შოთა რუსთაველი ამბობს, ვინც მოყარეს არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო. შენს თანაკლასელში შენ მოყარე უნდა ეძება. სადღაც შორს კი არ უნდა ეძება, გვერდზევე გიზის. იმ ადამიანში მტერი კი არ უნდა ეძება, არამედ მოყარე უნდა ეძება. და ეხლა წარმოიდგინეთ, კლასში თუ 25 ხართ და 24 მოყარე გყავს, არა? შენი მოყარული ადამიანი, რა ხელო ბედნიერებაა. და ამავე დროს 24-ისთვის შენ მოყარე უნდა იყო. ანუ შენი თავი უნდა გაიღო ამისთვის. მოდი ნელ-ნელა შეკითხვებიც შევურიოთ, არა? ეგენი შეკითხვებია ეს სხვა კლასისა და ეგ სხვა კლასის, მაშინ რეგრიგობით წავიკითხოთ. შენ რა გქვია, ცუნცულა? ბარბარე. არა, სახელები ხო არ გიწერიათ? აი, კარგია. როგორ შეიძლება ადამიანი უფრო დაუახლოვდეს ღმერთს ყოველდღიურ ცხოვრებაში? ნახეთ პატრიარქის სიტყვები, წაღან გამახსენდა და მე უცბად თავიდან ამომივარდა. პატრიარქმა ასეთი რამ გითხრა. ამის პასუხია შორს კი არ მივდივარ. ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარია. აი ჯვრის ვერტიკალური ხაზი ეს არის სიყვარული ღვთისადმი. და ჯვრის ჰორიზონტალური ხაზი ეს არის სიყვარული ადამიანებისადმი. და ადამიანებისადმი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ღვთის სიყვარული. ამას მოციქული ამბობს. ამიტომ ჩვენ რო ვკითხულობთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთს დაუახლოვდეთ? დაუახლოვდეთ ადამიანს, შევიყვაროთ ადამიანს. შეყვარება არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ ის მხოლოდ ლამაზი თვალები და ხმა და ასე შემდეგ მოგწონდეს. შეიყვარო ნიშნავს, შენ გაიღო რაღაცა მისთვის. რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია თავგანწირვის სურვილი. ანუ შენ გაიღო, შენი აზრი დათმო და მისი გაითვალისწინო. შენ უკან დადგე და ის გაატარო. შენ ძილი მოიკლო თუ დასვენება და მისთვის გაიღო ეს დრო და ენერგია და ისმით, აი არის სიყვარული. და თუ ეცდები რომ ადამიანი შეიყვარო, მერე ღვთის სიყვარულსაც ისწავლე. მოციქული ამბობს, რომ
ვინც ამბობს რომ ესე იგი ღმერთი მიყვარსო და თავისი გვერდში მდგომი ძულსო ის ცრუობს რადგან ღმერთი რომელიც არ გინახავს როგორ შეიყვარებ მაშინ როდესაც შენ ვისაც ხედავ ის არ გიყვარს ამიტომ ვისაც უნდა რომ ღმერთი უყვარდესო უნდა მოყვასი უყვარდეს ესეთი რატომ არის საჭირო ადამიანების მონათლა ეს თავად უფალმა გითხრა რომ თავის მოციქულებს უთხრა წადით დაიმოწაფეთ ადამიანები და ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლეთ რომ ადამიანი განიწმინდოს რომ ადამიანი გახდეს ეკლესიის ნაწილი ეკლესიის წევრი ესე რომ ვთქვათ ნათლობა არის კარი ეკლესიისა ნათლობის გარეშე ადამიანი ქრისტიანი ვერ გახდება ესმით უნდა მოინათლოს რომ ის ქრისტესი გახდეს შემდეგ მირონცხება ხდება სულიწმინდის მადლი მიენიჭება ადამიანს რომ მან გააძლიეროს სათნოების მოხვეწის გზაზე რომ შენ კეთილი თვისებები შეიძინო მე რა საკიდან შეიძლება იმარხულოს მოზარდმა ეს მე რამდენი კლასელებისა მეხუთე კლასელებს შეგიძლიათ უკვე რომ იმარხულოთ ყოველ შემთხვევაში ოთხშაბათი პარასკევი შეგიძლიათ იმარხულოთ სხვა დღეებში კიდე აი სიტყვაზე ვამბობ ხორცს თუ შეჭამ აი სხვა არის რომ ხორცი შეჭამო როგორც შენთვის სასარგებლო აი დავუშვათ ახლა არის დიდი მარხვა თუ საშობაო მარხვა როდესაც არ არის მარტო ოთხშაბათს და პარასკევს არის მარხვა იმიტომ რომ რატომ არის ოთხშაბათს და პარასკევს მარხვა გეცოდინებათ თქვენ მთელი წლის განმავლობაში რატომ მარხულობთ ოთხშაბათს და პარასკევს იმიტომ რომ ოთხშაბათს იესო ქრისტე გასცა იუდა ისკარიოტელმა უღალატა თავისმა მოწაფემ გაყიდა და პარასკევს ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეწვა ამიტომ ამ დღეებში მარხულობს მაგრამ როდესაც აი საშობაო მარხვა სააღდგომო მარხვა თუ დაუშვათ ოთხშაბათი პარასკევის გარდა ხორცს შეჭამ რომ შენ ჯანმრთელი იყო როგორც მოზარდი შეიძლება აი სიტყვაზე ვამბობ შაურმისგან თავი შეიკაო როგორც სასიამოვნოსგან გესმით შეიძლება ყველი შეჭამ მაგრამ აი ნამცხვარზე უარი თქვა ნაყინზე უარი თქვა გესმით იმიტომ რომ იმარხულა აქ თავარი განწყობა აქ თავარი საჭმელ-სასმელი კი არ არის რამდენად გინდა რომ უერთგულო უფალს ამაზეა საუბარი თუნდაც აი ვინმე რო თქვას აი რომელიმე თქვენგანმა რო თქვას მოდი რადგან დღეს არის ოთხშაბათი გუშინ ხო 2 საათი მეჭირა ტელეფონი დღეს საათნახევარი ავიღებ იმის გამო რომ დღეს მარხვა ნახევარ საათს მოვიკლებ გესმით ეგეც თქვენი მხრიდან მარხვა იქნება თან მით უმეტეს ამის მოკლება უფრო საჭიროა ვიდრე საკვებისო საკვები არ გაზიანებს მაინც და ეს გაზიანებს მოდი ამ კლასსაც ეს მერვე კლასელებისაა ნუ კინაღამ მეცხრე სადაც მოიქნეთ 2 თვე და უკვე მეცხრე იქნება თუ ვინმე არ დარჩა კლასში ღმერთი მწამს მაგრამ გონია რომ ქრისტიანობას არ ვიმსახურებ ქრისტიანობა დამსახურება არ არის რადგან ღმერთზე ან ქრისტიანობაზე თემა თუ წამოიწყება მცხენია რადგან ეკლესიაში არ მივდივარ სახარებას ნუ ახსარებას ალბათ არ ვაბარებ და თითქოს ამ ყველაფერს გაურბივარ რა ვქნავ იცი რა არის ღმერთი თუ გწამს უნდა გწამდეს ისიც რაც ღმერთმა გვითხრა რომ ჩვენთვის ახსარებაც ტაძარში სიარულიც ზიარებაც ეს ჩვენი სულისთვის არის მაცხოვნებელი აი მაგალითად კიბეზე რო ახვიდე ახლა და თვალები რო დახუჭული გქონდეს შენ ხო იცი რომ კიბეზე დგეხარ ხო იცი რომ საფრთხილოა შეიძლება გადმოვარდე თუ გწამს დაუშვათ უფრო ფრთხილად იქნები ხო მართალი და თუ არ გწამს შეიძლება თამამად გადმოდგა იქიდან ნაბიჯი ესე იგი რა გამოდის რწმენა საქმეებში გამოვლინდება აუცილებლად მე თუ მწამს
ვაკეთ მე თუ მჯერა რომ აი დავუშვათ ჩავხედე ამინდის პროგნოზს და წერია რომ შეიძლება იწვიმოს მე თუ მჯერა აუცილებლად ქოლგით გავალ გარეთ აი რაღაცას ვიღონებ ხო რაღაც თავში საფარს მაგრამ თუ წერია რომ დავუშვათ კარგი ამინდი უნდა იყოს და მზიანი მე ქოლგა არ მიმაქვს იმიტომ რომ მე ეს მჯერა რომ ესე იქ ანუ რაც მჯერა ისე იქცე რწმენა ხო დაფარულია არ ჩანს და ჩანს საქმეებში შენ რაც გააკეთე აი იგივე პატრიარქს რომ დაუბრუნდეთ პატრიარქის რწმენა ჩანს მის მიერ გაკეთებულ საქმეებში კიდევ ერთი რადგან მაინც დღევანდელი თემა პატრიარქს დაუკავშირდა და ბუნებრივად დაუკავშირდებოდა იმიტომ რომ ასეთი მოვლენა ამ ეპოქაში არ მომხდარა რაში ჩვენ ცხოვრობ და შეიძლება არც მოხდეს ესეთი რაც ახლა მოხდა პატრიარქმა თქვა ერთხელ კითხეს რა არისო თქვენი მოღვაწეობის თავარი მოღვაწეობა რა იყო თქვენ ცხოვრებაში და მან თქვა რომ 7 გზის ლოცვები რომ დაწესდა ეს მან დააწესა 7 გზის ლოცვები ანუ დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე ყოველ 3 საათში ერთხელ არის პატარა ლოცვა წასაკითხი და პატრიარქმა გითხრა რომ ყველას ჯიბეში გქონდეთო 7 ლოცვა რომ ეს მითითებული საათი რომ დადგება ამოიღოთ და ილოცოთ ეხლა ნახეთ რა მაგარი რაღაც ხდება ეს პატარა ამბავი კი არ არის მთელი საქართველო ერთიანდება უფალი ამბობს რომ სადაც 2 და 3 კაცი შეიკრიბოს ჩემი სახელითო მეც იქ ვარო მათ შორის ესე იგი ჩემი სახელით შეკრება რას ნიშნავს ანუ უფლის სახელით შეკრება რას ნიშნავს დავუშვათ 2 ადამიანი შეიკრიბა რომ ილოცოს 2 ადამიანი შეიკრიბა რომ მესამეს დაეხმაროს გესმით ეს უფლის სახელით შეკრება ანუ სიკეთისთვის რომ იკრიბება ეხლა შეხედეთ როდესაც დგება დავუშვათ ეხლა ცოტა ხანში ხო 3 საათი დადგება ჩვენ თუ ერთად ვიქნებით ერთად ვილოცოთ აქ ლოცულობთ ხო 3 საათზე აი ჩვენ გორში ვართ თქვენ თბილისიდან ჩამოხვედით ხო ისინი სამეგრელოდან რომელი რაიონიდან აბაშიდან დავუშვათ ესენი ქარელიდან ჩამოვიდნენ აქ არიან თბილისიდან მე გორში ავდგები რომ ვილოცო 3 საათზე თქვენ თბილისში ისინი აბაშაში ისინი ქარელში და ვიღაც კახეთში ადგება ვიღაცა აჭარაში ვიღაც რაჭაში და მთელი საქართველო ერთი და იგივე დროს ერთი და იგივე მიზნით რომ ლოცულობს ეგ ნიშნავს რომ მთელი საქართველო ამ ლოცვაში ერთიანდება და თუ 2 ადამიანის შემთხვევაში ამბობს უფალი რომ იქ ვარო მილიონი და უფრო მეტი რო ადგება ამხელა სიკეთე ამიტომ ეხლა პატარებისთვის ვიტყვი მამაუჩვენო ხო ყველა მიცით იქ მამაუჩვენოსთან ერთად არის ხოლმე ესა თუ ის ფსალმონი და ბოლოს ამა თუ იმ წმინდანის ტროპარი და ბოლოს ასე მთავრდება ხოლმე როგორც პატრიარქმა თავად გითხრა რომ სამჯერ უნდა თქვათო რომ უფალო დიდება შენ და ღმერთო გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო ეხლა თქვენ რადგან პატარები ხართ და სრულად შეიძლება ვერ შეძლოთ იცი რა შეგიძლია გააკეთოთ ეგ დრო რო დადგება ავტობუსში იქნები კლასში იქნები სახლში იქნები სადაც არ უნდა იყოს მამაუჩვენო ხო ყველა მიცით შეაჩერეთ ყველაფერი და გულში სულაც ხმამაღლა ნოიჭით გულში თქვით მამაუჩვენო და ბოლოს სამჯერ თქვით უფალო დიდება შენ და ღმერთო გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო თქვენ აი ამ ლოცვით შეუერთდებით იმ დანარჩენ საქართველოს მოსახლეობას და ეს იქნება პატრიარქის ლოცვა-კურთხევის შესრულება და დიდი სიკეთე. რატომ უნდა ვილოცოთ ყოველ დღე? ლოცვა არის ღმერთთან საუბარი, ბავშვები. ჩვენ ერთმანეთთან რატო ვლაპარაკობთ ყოველ დღე? ხო ბუნებრივია დილით რომ გამოხარ მშობელს მიესალმო, დედმამიშვილს მიესალმო. მე დილის წინ დილინების აუსურო. ხო ეს ხდება ბუნებრივად. ღმერთთან ურთიერთობაში წესია. ღმერთია სამყაროს შემოქმედი. ღმერთია ჩვენი შემოქმედი. ღმერთია ვისაც ჩვენ უყვარვართ, ვინც ჩვენზე ზრუნავს. და მასთან ურთიერთობა ჩვენთვის ეს ბუნებრივი უნდა იყოს. დილით რო ადგები, მადლობა უნდა უთხრა ღმერთს. და შევთხოვო რომ უფალო მომეც ძალა რომ ამ დღის განმავლობაში ღვთისნიერად ვიცხოვრო, ღირსეულად გავატარო.
რაღაცა საქმე გასაკეთებელი, ლურსმანია დასაჭედებელი თუ სახლია დასაგველი თუ ჭუჭელია დასარეც. გაიხსენა უნდა უფალი და უთხრა უფალო შემეწიე, მაკურთხე, დამლოცე, რომ კარგად გავაკეთო ეს საქმე და ნახავ როგორ იოლად გამოვა ყველაფერი. მერე საღამოს მადლობა უთხრა იმ დღისათვის. ეხლა მაგალითად აი სახში რო შეხვედი და ოჯახის წევრები მშვიდობით დაგხვდნენ. შენ მშვიდობით მიხვედი. ხო გიხარი, არ გიხარია. მადლობა უნდა უთხრა ღმერთს. მადლობა ღმერთო, რომ ესე მშვიდობით არის ყველაფერი. ძილის წინ ილოცო, რომ მშვიდობიანი ღამე გქონდეს. იმიტომ რომ ღმერთთან ერთად არსებობენ ამ სამყაროში ეშმაკები. ღმერთ ჩვენი სიხარული უნდა, ეშმაკ ჩვენი უბედურება უნდა. და ღმერთმა უნდა დაგიფარო შენ აი ამ უბედურებისაგან, შენ უნდა სთხოვო უფალს ეს. შენი განწყობა უნდა აჩვენო, უფალო შემეწი. და შენ რომ სთხოვ, უფალი დაგიფაროს. აბა ნახოთ კინაღა მე-9 კლასელებმა რა თქვეს. სად მთავრდება სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ თუ მაშინაც როცა ხარ, მაგრამ არ მისდა უფლის გზას. ძალიან საინტერესო შეკითხვა. ესე იგი, სიცოცხლე იცი სიცოცხლე, მოდი ესე ვთქვათ, არსებობს ხორციელი სიცოცხლე და არსებობს სულიერი სიცოცხლე. აი მაგალითად, ეხლა ეს ტელევიზორი ცოცხალს გავს თუ მკვდარს? ცოცხალს. რა რითი? აქ თუ დენი შევიდოდა და განათდებოდა ეს მონიტორი, ხო ცოცხალს დაემსგავსება. ანუ ამ მონიტორში არასოდეს დენი რომ არ შევიდეს. რამეს გააკეთებს? ვერ გააკეთებს. ეს ცოცხლობს იმ ენერგიით. ხო მართალი? კი. დენის წყარო ჭირდება. ჩვენი სული ცოცხლობს ღვთის მადლით. ჩვენი სული ცოცხლობს ღვთის მადლით. თუ ჩვენმა სულმა ღვთის მადლი დაკარგა, სული კვდება. ეს სახარებისეული სწავლებაა და უფალი ამბობს ამას, რომ შეიძლება ადამიანი ხორციელად ცოცხალი იყოს, მაგრამ სულიერად მკვდარი. ეხლა ის ვთქვათ, როდის კვდება ადამიანი სულიერად? როდის კარგავს მადლს? როდესაც ცოდავს და არ ნანობს თავის ცოდვას. ცოდით ჩვენ ყველა ვცოდავთ, ყოველდღიურად ვცოდავთ, არ არსებობს კაცმა 1 საათი იცხოვროს და 1 დღე და რომ არ შეცოდოს. ჩვენ ყველა ვცოდავთ, მაგრამ თუ ადამიანი ნანობს ცოდვას, ის ინარჩუნებს ღვთის მადლს. და თუ არ ნანობს, მისი სული კვდება. ხორცი როდის კვდება? ხორცი მაშინ კვდება, როცა ხორციდან სული ამოდის. და ამას უწოდებთ ჩვენ გარდაცვალებას. გესმით? ანუ გარდაცვალება რა არის? ადამიანის სხეული და სული რო ერთმანეთს დაშორდება. და სული, რომელიც სხეულს აცოცხლებდა, აღარ არის სხეულში. ეს სხეული ნელ-ნელა ხწნას იწყებს. და რადგან მიწისაგან შექმნა ღმერთმა, ისევ მიწად იქცევა დროთა განმავლობაში. აი მაგალითად, გარდაცვლილი ადამიანი, აი ათონის თაზე ასეთი წესია, რომ გარდაიცვლება ბერი, 3 წელიწადში ხსნიან საფლავს და მისი ხორციდან აღარაფერი აღარ რჩება, ის მიწას არის შერეული. მიწა იყო ადამიანი, მიწისგან შექმნა ღმერთმა ადამი, პირველი ადამიანი ხო იცით? ადამი. და ისევ მიწად იქცევა, მაგრამ ღმერთმა იმ ადამს, რომელიც მიწის მტრისაგან შექმნა, შთაბერა უკვდავი სული. და ეს სული არასოდეს არ კვდება. არ კვდება რა გაგებით? რომ ესე იგი თუ მას მადლი აქვს, თუ ის გადარჩა და ცხონდა, მას მარადიული სიხარული ექნება. მაგრამ თუ მადლი დაკარგა და სასუფევლისთვის აღარ არის, მაშინ მას მარადიული სატანჯველი ექნება. ისე რომ სიცოცხლე არ თავდება. სიცოცხლე დაიწყო ჩვენი სულიერი სიცოცხლე და არასოდეს არ თავდება. რა უნდა თქვა ახსარებაზე, როცა არ ვიცი საიდან დავიწყო, როგორ ვისაუბრო. იცი რა არის? პატრიარქმა რა გითხრა, ყველა ადამიანი გიყვარდესო, ხო გითხრა. ჩვენ ყველა ადამიანს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგვექცნენ.
და თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ისე ვერ მოვაკეცით, როგორც ჩვენ გვინდოდა რომ მოგწეოდნენ, ესე იგი ეგ ცოდვაა. აი მაგალითად, საღამოს რო დავწევით, უნდა ვიფიქროთ, აბა დღის განმავლობაში ყველას ისე მოვაკეცი, როგორც მე გამეხარდებოდა, რომ ხა მოგწეოდა, ყველას ისე უპასუხე, ყველაზე ისე ვიფიქრე, რომ ჩემზე რო ეფიქრათ, მომეწონებოდა. აი მაგალითად, ორი ადამიანი ზის და მესამეზე ჭორაობს. უნდა იფიქრონ, რომ აი ეს მესამე რო ვიყოთ ახლა ჩვენ. მოგეწონებოდა, რომ ჩვენზე ასე ელაპარაკათ? ხო არ მოგეწონებოდა. ესე იგი ჩვენ აქ უნდა შევწყვიტოთ მაშინ ეს საუბარი. ესე იგი ეგ ცოდვა იყო. თუ დაუშვათ ორი ადამიანი ზის და მესამეზე ლაპარაკობს, რომ შენ რა ქვია? ბარბარე. დაუშვათ ორი ადამიანი ზის და აი თქვენ ორნი შეხეთ, რა ქვიათ? ნინო და ელენე შედან და ბარბარეზე ამბობენ. ნინი დღეს ბარბარე რაღაც მოწყენილი მეჩვენა, ნეტა რამე ხო არ უჭირს, იქნებ რამით დავეხმაროთ. ეგ ცოდვა იქნება? არა, იმიტომ რომ ნახე ესენი შენზე ზრუნავენ. ესე იგი ეგ ლაპარაკი შეიძლება, როცა ზრუნავ ვინმეს. მაგრამ ნინი და ელენე თუ იტყოდნენ, ბარბარე დღეს რა დაჯღანულად გამოიყურებოდა. ეგ მოგეწონება? არა, ესე იგი ეგ არ უნდა თქო. ხო და ყველაფერში თუ ამას გაითვალისწინებ, ბევრ ცოდვას აცდები. და თუ მაინც აღმოაჩენ, რომ შენ რაღაც გაგიკეთებია ისეთი, რომ შენ არ მოგეწონებოდა, ესე იგი ეგ ცოდვა, ეგ უნდა თქვა აღსარებაში. აი შეკითხვა რასაც უკავშირდებოდა. რა ვქნა, როცა ხშირად ნერვიულობ ან შიში მაქვსო? ცით რა არის ნერვიულობა საქმეს არ შველის. როცა შველის საქმეს, რაზეც ნერვიულობ? მიიტანე შენი სანერვიულო ღმერთამდე. შესთხოვე უფალო შემეწია. აი ესეთ მდგომარეობაში ვარ, დამეხმარე, რომ კარგად გამოვიდეს. და აღმოაჩენ, რომ როცა ღმერთი ჩაერევა შენ საქმეში, შენ იმედი მოგეცემა, ნუ გეში გექნება. იმიტომ რომ შენ აღარ ნერვიულობ მარტო, იცი რომ შენთან ერთად ღმერთი ფიქრობს ამაზე. ღმერთი კი ყოვლის შემძლეა და თან ჩვენ უყვარვართ. რა არის სიყვარული? სიყვარული ძალიან რთული რამეა. მარტივია, მაგრამ ჩვენ ვართულებთ სინამდვილეში. სიყვარული ვლინდება, ყველაზე მეტად ვლინდება მაინც თავგანწირვაში. აი რაზედაც წეღან ვისაუბრეთ. შენ რომ სხვისთვის გაიღებ რაღაცას, დროს, ენერგიას, შენს დაუშვათ სურვილებს გადადებ, რომ სხვისი შეასრულო და ასე შემდეგ. სიყვარული ადვილი არ არის. სიყვარული ძნელი, რადგან თავგანწირვას მოითხოვს. თუმცა სიყვარული ისწავლება და ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ნელა ისწავლება. ისე არ არის, რომ ვიღაცა სიყვარული აქვს, ვიღაცას არ აქვს. ეგრე არა. აი ჩვენი წმინდა მამა გაბრიელი ხო ყველა მიცით. ის ამბობდა სიყვარული ისწავლება და ჩვენ ის უნდა ვისწავლოთ. რა გვაქცევს ადამიანად? რა გვაქცევს ადამიანად? რა აბა? ღმერთმა შექმნა ჩვენ ადამიანებად. მოდი ეს იქით დააწყერო არ გადაცვითეს. აი ამას რა აქცევს კამათ? ანუ მაგას თქვენ როს ხედავთ? ის რომ სხვას გამოადგება. ეხლა წარმოიდგინეთ, აი რამდენი ვართ? 100-ზე მეტი ხო ვართ? ეხლა თქვენ შემოსულიყავთ და ყველანი ამდენი ხანი ფეხზე მდგარიყავთ. რა აზრი ექნებოდა მაგ სკამების არსებობას, თუნდაც ოქროსი ყოფილიყო. ეგენი შემდგარია, როგორც ანუ სკამებად შედგა მაშინ, როცა თქვენ დასხედით და თქვენ გამოგაგდათ, ხო მართალია? ადამიანიც ესე, როცა სხვას გამოადგება რაღაცაში, ესე იგი ეს აქცევს მას ადამიანად. იმიტომ რომ ღმერთმა ასეთი შექმნა ადამიანი. თუ ნებისმიერი ნივთი მაშინ არის შემდგარი, როცა სხვას ადგება რაღაცაში. ადამიანიგანა მაშინ არ არის ადამიანი, როცა სხვას ადგება. ნუ ბევრი სხვა განსაზღვრებაც შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხარ რაც ვთქვით. ისე რომ ვიფიქროთ, ჩვენ ცხოვრებაში ვინმეს ვადგებით რამეში, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ.
სულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს რომ ეძახიან კათოლიკოსი რას ნიშნავს? ეს არის ტიტული პატრიარქისა. ყველა ეკლესიას არ აქვს ეს. ჩვენს პატრიარქს ჰქონდა ეს ტიტული კათოლიკოს პატრიარქი. ზოგს მხოლოდ კათოლიკოსს ეძახიან, ზოგ ქვეყანას ყავს მთავარეპისკოპოსი. თუმცა აი ეს თვითონ ეს ეტიმოლოგიურად კათოლიკოსი რას ნიშნავს? სამწუხაროდ მე არ დავინტერესებულ ვარ ამით, როგორც ახლა თქვენ. თუმცა შეიძლება ამის მოძიება და გარკვევა. როგორ მოვიქცეთ გაბრაზების დროს? აი როგორც პატრიარქმა გვირჩია. არ უთხრა არაფერი. სანამ არ დამშვიდებ. სანამ მე ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ასეთ რამეს მოვკარიყური, რომ სანამ რაღაცას ეტყვი ადამიანს გაღიზიანებული რო ხარ 20-მდე დათვალეო, თუ ზოგი უფრო მეც ამბობდა, ზოგი უფრო ნაკლებს. მაგრამ რა არის იცით, მარტო დათვლა მე მგონი აშველი. შეიძლება თვლიდე 20-მდე და უფრო მეტად გროვდებოდეს ეს ბრაზი და ერთი სული გქონდეს 20 რო იტყვი და მე ამოვანთხიო. მაგრამ თუ ადამიანი საღვთო მადლს მოიშველიებს, ანუ ლოცვას დაიწყებს გულში და სანამ არ დამშვიდდება, მანამდე არ იტყვის. განა ისე კი არა, მოდი 5 ჯერ ვიტყვი გულში მამაოჩვენოს და მერე ვეტყვი. 5 ჯერ კი არა, სანამ არ დამშვიდდები. მანამ უნდა ილოცო, ან იესოს ლოცვა თქვა, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო შეგვეციენ და გვაცხოვნე გულში ილოცო. რომ შეატყობ, რომ შეგიძლია მშვიდად უთხრა, მაშინ უთხრა. თუმცა ეხლა მე ხო ადვილად ვლაპარაკობ ამ ყველაფერს, მაგრამ მე ამას ვერ ვაკეთებ. მე სამწუხაროდ უხეშად მითქვია და წეღა როგორც გითხარით, მე ვნანობ ამის შესახებ. ამიტომ თქვენს რო არ ინანოთ მე, ჯობია რომ თავი შეიკავ. როგორ მოვერიოთ სიზარმაცეს? ყველაფერს თავისი წამალი აქვს, ბავშვო, სიზარმაცე მონდომებით და საკუთარ თავზე იძულებით დაიძლევა. სიყოჩავით. ერთხელ რო გააკეთებ ორჯერ, მე ნელა მიხვდები, რომ თურმე არც ეგრე დასაზარებელი ამბავი ყოფილი. მაგრამ თუ ერთხელ დაიზარებ ორჯერ, მე მოგეჩვევა ეს სიზარმაცე და გახდები ზარმაცი. როგორ მოვემზადოთ პირველი აღსარებისთვის? აი რაც წეღა მტყვით. ეცადეთ გაიხსენოთ ის, თუ იმეს რამე გაუკეთეთ, ისეთი თქვა რომ არ მოგეწონებოდა. მოგეშინიათ აღსარებისა, ნურც პირველი, ნურც მეორე და ნურც მეასე. მიდით მოძღვართან, უთხარით მამო, მე ასე და ასე, მე შემშურდა ამ ადამიანის. მე მოვატყუე ვიღაც, მე დამეზარა თუ დამენანა, თუ ვიღაცაზე ცუდი რაღაცები ვილაპარაკე. მოძღვარით შეგინდობს, ღმერთი შეგინდობს მოძღვრის ხელი და შენ აღმოაჩენ რომ შენმა გულმა დაისვენა და შენ გათავისუფლდი. და მე ეცდები რომ გამოგიცდია ეს გულის ეს სიმძიმე, რომ სინდისი გაწუხებთ, ეცდები რომ აღარ გააკეთო ეგეთი რაღაცა, რომ კიდე არ დაგიმძიმდეს გული. მაგრამ თუ შემთხვევით მაინც მოხდა და კიდე რაღაც სოდოში ჩავარდი, მე იცი გზა, რაც უნდა გააკეთო, რომ კიდე უნდა მიხვიდე აღსარებაზე. ეგრე. რა უნდა იცოდეს ბავშვმა ღმერთის შესახებ? ღმერთის შესახებ ბევრი რამ უნდა იცოდეს ბავშვმა. მაგრამ რაც იცის, უნდა ეცადოს, რომ ის აღასრულოს ჯერ. რაც იცის. თუ რაღაცა იცის და არ აკეთებს, ეგ უკვე არ ვარგა. თუ იცი და არ აკეთებ, რა აზრია კიდე უფრო მეტი იცოდე. ანუ რაც იცი, ჯერ რაც გესმის, ის გააკეთე. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ხო ვიცი რომ პირჯვარი უნდა გადაიწერო და ილოცო, აი მამაოჩვენო უნდა თქვა, მოდი ჯერ ეს გააკეთე. მარხვა უნდა შეინახო, არ პატრიარქმა რაც გითხრა, მშობელს დაალოცინო თავი, ჯერ ეს გააკეთე. თუ ამას არ აკეთებ და მაინც გინდა რომ ღმერთზე ბევრი რაღაც იცოდე, ეგ უკვე აპარტავნების ამბავია, რომ შენ შეიძლება ყველაფერი იცო, ნუ ღმერთზე ყველაფერი ვერ გეცოდინე, მაგრამ შეიძლება სხვაზე მეტი იცოდე რაღაც. მაგრამ არ აკეთებდე და ეს მარტო თავი მოგქონდეს, რომ მე ეს ვიცი, მე ის ვიცი. ეგ ამპარტავნებაა და დამღუპელია. არ თუ ცოდვა თუ არა ადამიანს წყობილებიდან რომ გამოიყვანო. ყველაფრის საზომი იცი რა არის, როგორ უნდა გაიგო ცოდვა თუ არა.
შენ რო ვინმემ გამოგიყვანოს წყობილებიდან, ცოდვაა თუ არა? არა? მაშინ ვინმე თუ წყობილებიდან გამოგიყვანს, შენ მადლობა უთხარი. დიდი მადლობაა, რომ ასე დამაფასებ. წყობილებიდან გამოიყვანო, იცი რას ნიშნავს ბარბარე, აი რო გაგიზდება ადამიანი, თავის თავს რო აღარ ეკუთვნის. ეგ არის აი მაგალითად რო გააბრაზებ და ძალიან რო გააბრაზებ. აი მაგალითად ტელევიზორს თავისი პულტი ხო აქვს? 7-იანს დააწვევი, გადაირთვება 7-იანზე, 4-იანს 4-იან. ეხლა წარმოედგინე, რომ თავისით ხან 7-ზე გადაირთვეს, ხან 4-ზე, ხან 10-ზე, ხან 1-ზე და ესე გამოვიდა მდგომარეობიდან. ვეღარ არის კარგი ხასი. წყობიდან გამოვიდა. აი ეგრე ადამიანიც რო გამოვა და რას ლაპარაკობს, რო ვეღარ იგებს. ეგ არის წყობილებიდან გამოსვლა. ეგეთ მდგომარეობამდე რომ მიიყვან ადამიანს, ცოდვა არ არის. ხო და აღარ გააბრაზოთ ბარბარე, მადლობას აღარ გადაგიხდით. დაიღალე? დაიღალე. გაგათავისუფლოთ. რამდენი ხანი გავიდა? დაიღალე რა უყოთ აბა. არა? ვინც დაიღალეთ ბავშვო, შეგიძლიათ გარეთ ჰაერზე გაისეირნოთ. არა, მართლა ვამბობ, განა ესე კი არა, ეგ რამე ცუდი რამე კი არ იქნება. მე ზოგჯერ ვიღლები და მინდა რომ ავდგე და გამოვიარო. ვიში მოვყედეს. წადით გაიარ გამოიარეთ, თასკალი და იქნებ ვინმე მოგეწონოთ იქ. თქვენ ისეთი ასაკი გაქვთ, იქნებ ვინმე მოგეწონოთ. თუ გინდა ცოტა ხანი შევიცვენოთ, გინდა 1-10 წუთი. მოდი ეგრე გავაკეთოთ.